როგორ იქცა ზაფხულის დასაწყისი ევროპისთვის ერთ-ერთ ყველაზე მომაკვდინებელ პერიოდად. ევროპის არაერთ ქვეყანაში რეკორდულად მაღალი ტემპერატურა ფიქსირდება. ივნისის ბოლოსთვის გერმანიაში, პოლონეთში, ჩეხეთსა და უნგრეთში ჰაერის ტემპერატურა 40 გრადუსს გადააჭარბა. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის შეფასებით ევროპული სახლები, სკოლები და სამუშაო ადგილები მსგავსი ტემპერატურისთვის არ არის აშენებული. ბოლო დღეებში ძლიერი სიცხის ფონზე გაჩნდა ტყის ხანძრებიც, დაზიანდა ინფრასტრუქტურა და შეფრხდა ტრანსპორტის მუშაობა. ზოგიერთ ქალაქში გაჩნდა სურსათის დეფიციტიც. მე ვარ ხატია ვიმყოფები საფრანგეთში, ქალაქ ბორდოში. წელს დაფიქსირდა რეკორდულად მაღალი ტემპერატურა, დაახლოებით სახლში 45 გრადუსამდე იგრძნობა და გარეთ მზეზე 50-იც ადის. არის ძალიან რთული სიტუაცია და გაუსაძლისი სიცხე. კონდიცირება ყველა ოჯახს არა აქვს. მაღაზიებშიც მარაგი თითქმის ამოწურულია და ველოდებით ტემპერატურის დაკრებას, რომ ცოტა უკეთესობა იყოს. ძალიან რთული სიტუაცია. 2 წელია ვცხოვრობ გერმანიაში, ფრანკფურტში და რა ვიცი, ასეთი გაუსაძლისი სიცხეები თვითონ გერმანელებშიც არ ახსოვთ. 10 დღეა 40-41 გრადუსია სიცხეები, სულ თქვა ფაქტიურად შეუძლებელია. თან მთავრობაც არაა მზად იმისთვის, რომ ყველგან გაგრილების სისტემა ქონდეს და ისაც არ უნდა შეხვიდე რესტორანი, იქნება კაფე, იქნება არსად არაა გაგრილება, ისეთი სიცხეა, რომ ფაქტიურად 10 დღე არ მიძინია, გაუსაძლისი სიცხეებია. 29 ივნისის მონაცემებით ევროპაში რეკორდულ სიცხეს უკვე 1300-ზე მეტი დამატებითი გარდაცვალება უკავშირდება. სხვერპლთა უმრავლესობა ხანდაზმულია. ესპანეთში კი ჯანდაცვის ინსტიტუტების შეფასებით 327 ადამიანი დაიღუპა სიცხესთან დაკავშირებული მიზეზებით. სპეციალისტები აღნიშნავენ, რომ საბოლოო მონაცემების შესაძლოა კიდევ გაიზარდოს, რადგან სტატისტიკის დამუშავება კვლავ მიმდინარეობს. უსაფრთხოების მიზნით პარიზში აიკრძალა ალკოჰოლის საჯარო სივრცეში მიღება. გაუქმდა პრაიდის მარში და სხვა მნიშვნელოვანი ღონისძიებები. მსოფლიო მეტეოროლოგიური ორგანიზაციის შეფასებით მსგავსი მასშტაბისა და ინტენსივობის სიცხის ტალღები მომავალში უფრო ხშირი და ხანგრძლივი გახდება. ერთ-ერთი ტერმინი, რომელიც ხშირად ისმის მსგავსი მოვლენების განხილვისას ელ ნინიოა, ბუნებრივი კლიმატური მოვლენა, რომელსაც შეუძლია გავლენა მოახდინოს მსოფლიოს სხვადასხვა რეგიონის ამინდზე და საშუალო გლობალური ტემპერატურის რდასაც შეუწყოს ხელი. ამის შესახებ რადიო პალიტრას გადაცემაში თქვენით, რომ გარემოს დაცვის შეფასების ექსპერტმა მამუკა გვილავამ ისაუბრა. გლობალური მოვლენა არის 7 წელიწადში ერთხელ ხდება, ხანდახან 1-2 წელიწადში შეიძლება მოხდეს და რაც სულ უფრო და უფრო ადვილად ადგენს ხოლმე ადამიანი, როდის იწყება ელ-ნინიო და როდის აქვთ ლა-ნინიო. ეხლა აშკარად გვაქვს ელ-ნინიოს პერიოდი და შეიძლება ცოტა ძლიერ გაძლიერებული იყოს, ამიტომ სუპერ ელ-ნინიოს ეძახიან. ტემპერატურის მომატება არის, წყლის პერიოდულად მატულობს, შემდეგ კლებულობს და თავისთავად ბუნებრივი მოვლენა, ამაში რამე განსაკუთრებული არ არის, მაგრამ სამწუხაროდ ამას ედება ზემოდან კლიმატის ცვლილება. ერთია როცა 1.5 გრადუსით მოიმატა საშუალო რაღაცა და ერთია მეორეა როდესაც თქვა 2 გრადუსის ფონზე დაემატა კიდე ეს 1.5 გრადუსი. ამიტომ კლიმატის ცვლილების შემთხვევაში უკვე მძაფრად აღვიქვავთ ამ ოდნავ მომატებულ ტემპერატურას. რა ხდება საქართველოში? მე საქართველოს შემთხვევაში, კავკასიის შემთხვევაში ძალიან არ ვინერვიულებდი ამაზე, იმიტომ რომ გლობალური კლიმატის ფონდს კი ბატონო ცვლის, მაგრამ უშუალოდ ჩვენზე არ ზემოქმედებს, მაგრამ არის რეგიონები, თქვათ ამაზონზე ზემოქმედებს უშუალოდ, ან ცენტრალურ აფრიკაზე ზემოქმედებს უშუალოდ. ჩვენთან აღწევს მეორადად, უფრო ჩვენთან რეგიონალური მოვლენები უფრო მნიშვნელოვანია. კლიმატის სპეციალისტები განმარტავენ, რომ ევროპის ამჟამინდელი რეკორდული სიცხის მთავარი მიზეზი ელ-ნინიო არ არის. მათი შეფასებით, ამ შემთხვევაში გადამწყვეტ როლს ასრულებს ატმოსფეროში ჩამოყალიბებული ძლიერი მაღალი წნევის სისტემა, ეგრეთ წოდებული სითბური გუმბათი, რომელმაც ცხელი ჰაერი ევროპის თავზე დიდი ხნით შეაკავა. ექსპერტების თქმით, გრძელვადიანი კლიმატის ცვლილება ამ პროცესს კიდევ უფრო აძლიერებს და სწორედ ამიტომ ფიქსირდება მსგავსი უკიდურესი ტემპერატურა. სინოპტიკოსების პროგნოზით ევროპის ნაწილში მაღალი ტემპერატურა უახლოეს დღეებშიც შენარჩუნდება.